რეპრესიების ახალი ტალღა აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებულია და ამას მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტების პოზიცია, რომელიც დღეს გელა ხასაიას სასამართლო სხდომაზე დააფიქსირეს. იურისტები ითხოვდნენ, რომ ერთადერთი სასჯელი, რომელიც უნდა განესაზღვრა სასამართლოს გელა ხასაიასთვის, ეს იყო ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ ჯარიმა ამ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ გელა ხასაიასთვის სასამართლოს გაეცა საკადრისი პასუხი დაუმორჩილებლობის გამო, რომელიც გამოიშნა 31 მარტს და მკლადის მსახურმა მოსამართლე დავით თეთრაულმაც რა თქმა უნდა აღნიშნული პოზიცია გაიზიარა. თეთრაულთან ჰქონდა კითხვები გელა ხასაიას ადვოკატს და მაშინ, როდესაც მან გამოაცხადა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, თეო ზაქარაშვილმა დაუსვა მას კითხვა, რომ განემარტა რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, თუმცა თეთრაულმა დარბაზი ისე დატოვა, რომ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. აქტივისტობის გამო და იმიტომაც რომ ფულადი თანხა ვერ იქნება საკმარისი გელა ხასაიას დასასჯელად, სიტყვა დასჯა არ უგულისხმია გამოსწორება თქვა, მაგრამ შინაარსი დასჯის ჰქონდა, ამიტომ პირდაპირ მოითხოვა პატიმრობა. სამწუხარო ამბავი ის არის, რომ სასამართლოს შინაარსი არ აინტერესებს და სასამართლო უბრალოდ აფორმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას, გაფაციცებით ელოდება მოსამართლე რა სასჯელის ფორმას და ზომას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ისე რომ ამის რევიზიაც არ ხდება, პრაქტიკულად ჩვენ ეს ვნახეთ 12 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე მიცის განსხვავება ჩხრეკას და დათვალიერებას შორის. პოლიციის წარმომადგენლების მიზანი მთელი ამ სხდომის განმავლობაში ნათელი გახდა თინათინ კაჭკაჭიშვილის განმარტებით, რომ კი ვიცით გელა ხასაია აქტივისტია და მისთვის სათანადო პასუხისმგებლობა იქნება მხოლოდ პატიმრობა. ეს იყო მისი განმარტება ამ შემთხვევაში, რომელიც მოვისმინეთ. სამწუხაროდ აზრი არ ქონდა ჩვენს წარდგენილ ვიდეოს, უწყვეტი ლაივი იყო, როდესაც გელა არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს. გელა ხასაიას დღეს ხელბორკილები პირდაპირ სასამართლო დარბაზში დაადეს, თუმცა სანამ მოსამართლემ მის საქმეზე მსჯელობას დაიწყებდა, ჩვენ ვესაუბრეთ სამოქალაქო აქტივისტ კოალიცია ცვლილებების წევრს და ვთხოვეთ გაიხსენებინა 31 მარტის მოვლენები, რა ვითარებაში დაადეს მას ხელბორკილები სამართალდამცველებმა. ხასაია იხსენებს, რომ მასთან მივიდნენ მოთხოვნით, რომ ზედაპირული დათვალიერება ჩაეტარებინათ, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. შემდგომში კი დაიწყეს უკვე ჩხრეკა, რაზეც გელა ხასაიამ რა თქმა უნდა თქვა უარი, რადგან ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუ კი არ არსებობს მოსამართლის განჩინება. სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა უკვე ვითარება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს 31 მარტი იყო დღე, როდესაც დიდი მასშტაბური აქცია იყო დაანონსებული რუსთაველის გამზირზე და სამართალდამცველებმა, სხვათა შორის არა მხოლოდ გელა ხასაია, ძალიან ბევრი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. თავდაპირველად ის, როდესაც იზოლატორში გადაიყვანეს, ამბობდნენ, რომ გელა ხასაიას იდენტიფიცირება უნდათ, რადგან ეს ადგილზე ვერ შეძლეს, თუმცა შემდგომში უკვე გაირკვა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ისინი მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემი ჩანთის დათვალიერება უნდათ, რაზეც მე არც ერთი წამით არ მქონია პრეტენზია, იმიტომ რომ ეს არის კანონიერი, მათ ამის უფლება აქვთ, უბრალოდ მათ აერიათ დათვალიერება და ჩხრეკა ერთმანეთში, იმიტომ რომ მე რაც მომთხოვეს, ეგ იყო უკვე ჩხრეკა. კითხვებს უსვამდი, რომ რის საფუძველზე ქონდა თუ არა ამის დოკუმენტი, რომ ჩხრეკის უფლება ქონოდათ, მაგრამ ამ კითხვებზე მათ პასუხი არ ქონდა და პირიქით ცდილობდნენ აგრესიაზე გადმოსულიყვნენ. შემდეგ მითხრეს, რომ არ ვიცით ვინ ხართ, ამიტომ უნდა წაგიყვანოთ. მე ვუთხარი სახელი, გვარი, ყველაფერი ვუთხარი და ვუთხარი, რომ პირადობასაც მივცემდი, თუმცა ეს ყველაფერი იყო მიზეზი. თავიდანვე თქვეს იდენტიფიკაციის მიზნით გადაგყავართო, შემდეგ მითხრეს, რომ დაუმორჩილებლობის გამო, უბრალოდ ლაივშივე ჩანს, რომ მეუბნები, რომ მოვდივარ და მოგყვებით, ანუ არანაირი წინააღმდეგობა მანდ არ ყოფილა. აკეთებენ დაკვეთას, რაც სურს ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლება. მოსამართლე დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით გელა ხასაია საპატიმროში 12 დღეს გაატარებს. ის ხელბორკილებით გაიყვანეს სასამართლო დარბაზიდან, თუმცა როგორც კი უკვე სარეზოლუციო ნაწილი, ანუ გადაწყვეტილება დასაბუთება, ჩაბარდება მის ადვოკატს, ის აუცილებლად გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.